რეკლამის შემდეგ პოზიტივის საინფორმაციო სამსახური თქვენთვის მუშაობას აგრძელებს. ინოვაციური STEM პროგრამა საქართველოს საჯარო სკოლებში მოსწავლეები მეცნიერებას, ტექნოლოგიებს, ინჟინერიას, ხელოვნებასა და მათემატიკას პრაქტიკული პროექტების მეშვეობით ეუფლებიან. პროგრამა საგაკვეთილო დროის მიღმა ტარდება და აძლიერებს გუნდურ მუშაობას, კრეატიულ აზროვნებასა და კრიზისების მართვის უნარებს. საპილოტო სწავლება საქართველოს 200 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს. ახალი სასწავლო წლიდან კი მოსწავლეების მომზადება საზაფხულო ბანაკებშიც დაიწყება. პროგრამას განათლების სამინისტრო მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს. დეტალებით მარიამ ნებიერიძე. მომავლისთვის ორიენტირებული სწავლება საჯარო სკოლებში STEM პროგრამის დანერგვა მიმდინარეობს, რომელიც თეორიას პრაქტიკასთან აერთიანებს. ასობით პედაგოგის ჩართულობით და ათასობით მოსწავლის მონაწილეობით სწავლება პრაქტიკულ მოდელზე გადადის, სადაც მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია, ხელოვნება და მათემატიკა რეალურ პროექტებზე მუშაობით ისწავლება. პროგრამა საგაკვეთილო დროის მიღმა ტარდება და მიზნად ისახავს ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა გუნდური მუშაობა, კრეატიული აზროვნება და კრიზისების ეფექტური მართვა. პროექტის მასშტაბები სამინისტროს მიერ ეროვნულ დონეზე ეტაპობრივად გაფართოვდება. STEM კლუბი გამორჩეულია როგორც მეთოდოლოგიური თვალსაზრისით, ისე შინაარსობრივი კუთხით, რადგანაც ერთის მხრივ ხდება ინტერდისციპლინარული სწავლების მეთოდოლოგიით სხვადასხვა საგნების ერთმანეთთან დაკავშირება და მეორის მხრივ ამ პროცესში სკოლის მოსწავლეებს უვითარდება სწორედ ის უნარჩვევები, რომელიც საჭირო არის თანამედროვე სამყაროს გამოწვევებთან გასამკლავებლად. სკოლის მოსწავლეები ამბობენ, რომ პროგრამის მთავარი ღირებულება სხვადასხვა საგნის გაერთიანებული სწავლებაა, რაც მათ ინოვაციურ და პრაქტიკულ გამოცდილებას სთავაზობს. STEM პროგრამაში ჩართული პედაგოგები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ინტეგრირებული და პრაქტიკულ საქმიანობაზე დაფუძნებული მიდგომა მოსწავლეებისთვის უფრო მაღალი მოტივაციისა და ჩართულობის პირობებს ქმნის. სიახლის შემოტანა იყო ჩვენ სკოლაში და როგორც ზღვისპირა მდებარე სოფლებისთვის ეს ფუფუნება არ ჰქონდა. ძალიან დიდი ცოდნად განვითარება მოგვიტანა და ვფიქრობ, რომ მომავალში ჩვენ საკუთარი რობოტების დავაპროგრამოთ. ძალიან გამიხარდა, როცა გავიგე, რომ ამ სკოლაში უნდა გაიხსნათ STEM ლაბორატორია. ამ STEM ლაბორატორიაში ჩემი მიმართულება არის პროგრამირება. ეგრევე ავირჩიე ეს სფერო, რომ ამ სფეროსთვის მიყვებილიყავი და უფრო გავერკვიები რაღაცაში. ძალიან საჭირო და ძალიან ბევრი საინტერესო რესურსები არის, როგორც უკვე ვნახეთ. მოსწავლეებს ძალიან საჭირო უნარები უვითარდებათ, იმიტომ რომ სწავლობენ გუნდურ მუშაობას, ერთმანეთის პატივისცემას, ძალიან ბევრი კრეატიული იდეები უჩნდებათ და ამავდროულად კიდე ისეთი სამუშაოებია, რომ დარწმუნებული ვარ, ბევრი მოსწავლე აღმოაჩენს ისეთ ნიჭს, რომელიც საკუთარ თავში ჰქონდა და არ იცოდა. დღეს პროექტი ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხის საქართველო ზოგადი განათლების კომიტეტის ხელმძღვანელმა. ზუგდიდის მეხუთე საჯარო სკოლა მოინახულა და არსებული STEM ლაბორატორია დაათვალიერა. მისი თქმით, ინოვაციური სივრცეები ახალი ტიპის საგანმანათლებლო რესურსები და მასწავლებელთა მუდმივი პროფესიული მხარდაჭერა ქმნის სისტემურ ბაზას, რათა სწავლა მრავალფეროვანი, აქტიური და შედეგებზე ორიენტირებული იყოს. მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით პროგრამა 2023 წლიდან წარმატებით ხორციელდება 200 საჯარო სკოლაში. პროგრამა წარმატებულია, რადგან ინტერესი პროგრამის მიმართ მაღალია. მასში ჩართულია 3000-ზე მეტი მოსწავლე და პროგრამის მიზანია საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაძლიერება, რომ მოსწავლეებს ჰქონდეთ ადგილზე სკოლაში შესაძლებლობა იმუშაონ ძალიან რეალურ, კონკრეტულ STEM პროექტებზე. პროექტზე მუშაობას ბავშვებთან რაც შეეხება არის ძალიან სახალისო პროცესი, ვინაიდან ბავშვების მხრიდან არის მონდომება იმისა, რომ მიიღონ STEM კლუბში მონაწილეობა. მონაწილეთა რაოდენობა საკმაოდ გაიზარდა და დღეს უკვე შემიძლია სიამაყით თქვა, რომ გვაქვს ძალიან ბევრი დასრულებული პროექტი. ლაბორატორიის ასეთმა გამდიდრებამ, რა თქმა უნდა, მოტივაცია შეუქმნა ჩვენს მოსწავლეებს. პროექტის ფარგლებში განხორციელებული ნებისმიერი თუ შექმნილი ნებისმიერი პროდუქტი შეიძლება დღეს სკოლამ იამაყოს. მომავლის საქართველო, ასე ქვია STEM პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სასკოლო პროექტების კონკურსს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. სკოლებს შორის რეგიონული ტური ივნისში გაიმართება, ხოლო საუკეთესო პროექტები ნოემბერში თბილისში ეროვნულ კონფერენციაზე წარდგებიან. თბილისში რამდენიმე სკოლის სრული რეაბილიტაცია